მოგესალმებით 2023 და 2024 წელი ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის იყო ძალიან კარგი წელი, განსაკუთრებით 2024 წელი. აქედან გამომდინარე ბაზარი ფიქრობ, რომ არის საკმაოდ ინდექსების ფასები საკმაოდ მაღლად ასული, აწეული და ვიტყოდი, რომ დღევანდელი შეფასებით დაახლოებით fair value-ზე სამართლებრივ ფასზე ცოტა ძვირი აქედან შეიძლება ვარაუდოთ, რომ მოვალ წელს არ იქნება წესით ძალიან გვინდა ყველას რო იყოს, მაგრამ არ მგონია იყოს ისეთივე კარგი წელი, როგორც 2024 წელი მომგებიანობის თვალსაზრისით. არ მინდა ეხლა კონსენსუს აზროვნებიდან გამოვიდე, რაც ამერიკულ საინვესტიციო საზოგადოება საუბრობს ახლა. ძირითადად მათ აქვთ ესეთი აზრი, რომ იქნება რაღაც კორექცია და შემდეგ დაახლოებით ბაზარი დღევანდელზე უკეთესი იქნება. თუმცა რაღაცა სასწაულს არ უნდა ველესეთ. რომ დაფიქრდე, დაახლოებით გაანალიზო ბაზრის ფასები რო ნახო, ინდექსების რაღაც დონეზე ლოგიკურად ჟღერს, თუმცა ზუსტად ვერავინ ვერ იტყვის. ამას შეიძლება კორექციაზე არავინ არ იცის. შეიძლება იყოს რაღაც დონის კორექცია და შემდეგ აიწიოს და დღევანდელზე მაღლა იყოს ფასი, უფრო ამ სცენარისკენ ვიხრები, ასე ვთქვათ, შევხედოთ როგორ განვითარდება მდგომარეობა. ბევრი რაღაც ცვლილება იქნება. ეხლა ტრამპის არჩევასთან დაკავშირებით ფედერალური ბანკი ალბათ თავის პოლიტიკას უფრო შეარბილებს. ფიქრობ, დღესდღეობით აღარ არის დიდი მოვლენა, ძალიან შეარბილებს, მაგრამ ფიქრობ, ტრამპის გავლენით იქნება რაღაც დონეზე უფრო შეარბილებული. ნახოთ და უბრალოდ რისკი ერთია, რომ ინფლაცია ცოტა ანუ ასე ვთქვათ, იწევს თუ არა, ყოველ შემთხვევაში დაბლა აღარ მიდის და ცოტა იწია. და არ ვიცი 2025 წელი მასზე იქნება დამოკიდებული. ფედერალური ბანკი რას გადაწყვეტს, არის სრულიად ინფლაციაზე დამოკიდებული, ძირითადად დაუმუშავებაზე აგრეთვე. შევხედოთ როგორი იქნება. მოვლენილი არის დაახლოებით ყველაზე კარგი სტრატეგია ამ პერიოდში. ახლა ბევრი ფიქრობს, რომ small cap-ები ცუდი არ არის, იმიტომ რომ ძალიან ჩამორჩება ამ 2023-24 წელს და წინა წელში small cap-ები ძალიან ცუდი შედეგია. აქედან გამომდინარე, როგორც ჩამორჩენილებს, ასე შეიძლება შეხედო ლოგიკურად თქვათ, რომ წესით უნდა აიწიონ უფრო უკეთესად ვიდრე ასეთი large cap-ები, მაგრამ იქიდან გამომდინარე, ჩემ აზრს გეტყვით სრულიად, რომ ინფლაციის დონე შეიძლება ცოტათი აიწიოს, ან ისე არ დაიწიოს, როგორც ვარაუდობდნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ რაღაც განსაკუთრებულს უნდა ველოდეთ. თუმცა პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, არც არასოდეს ვცდილობ, იმიტომ რომ ზუსტად იმდენი სრულად ვერასოდეს განსაზღვრო. მაგრამ დაახლოებით ვფიქრობ, რომ large cap-ებსაც ექნება ყოველ შემთხვევაში კარგი შედარებით კეთესი წელი, ასეც მოდები. არ ვიცი, ძალიან რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქიდან გამომდინარე 2003 და 2004 წელი როგორი პოზიტიური და მაღალი ზრდით გამოირჩეოდა ეს ორი წელი. შევხედოთ 2025-იც არ მგონია განსაკუთრებული. შეიძლება კორექციაც იყოს დაიწიოს, ვერავინ ვერ იტყვის ამას ამ წუთას. მაგრამ ვფიქრობ, რომ დაახლოებით მოლოდინი არის, კონსენსუს მოლოდინი არის 10% გაიზრდება ბაზარი. ნახოთ, არავინ არ იცის ზუსტად. ეს მდგომარეობა. თუმცა რო ვთქვათ, რომ რაღაც რეცესიის დიდი რისკები ან რაღაცა ეგეთი რაღაცა ბაზარზე დღესდღეობით არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეგეთი რამე ჰორიზონტზე, ასე ვთქვათ, რამოდენიმე თვე მაინც არ ჩანს. შევხედოთ, როგორ წავა სიტუაცია და ვფიქრობ, რომ კარგი კომპანიები, რომლებსაც ძალიან კარგი მოთხოვნა აქვს და ფასდებიან ახლა იდეალურად, ვფიქრობ, რომ large cap-ებზე წავიდოდი. თუმცა რაღაც დონეზე დივერსიფიცირების გათვალისწინებით შეიძლება mid cap-ით და small cap-ით თუმცა მაინც მე უფრო მისკენ ვიხრები. ნახოთ, ზუსტად არავინ არ იცის, როგორც უკვე აღნიშნე რა მოხდება, შევხედოთ
და ყველას წარმატებულ 2025 წელს გისურვებთ, როგორც საინვესტიციო, ასეთ პირად ცხოვრებაში. კარგად.